ვიცი რომ უკვე იცნობ გოლიათს. როცა უმეტესობა მის სახელს ისმენს, მაშინვე ახსენდებათ რომ ის იყო გიგანტი, რომელიც დავითმა მხოლოდ შურდულითა და ქვით დაამარცხა. მაგრამ სინამდვილეში გოლიათის ცხოვრებაში უფრო ღრმა ამბავია. მისი ისტორიის ერთი ნაწილი თითქმის არასდროს განიხილება. ამიტომ ეხა კითხვა ესეთია: ვინ იყო სინამდვილეში გოლიათი? რატომ ეშინოდა მას მთელი ისრაელის ჯარს ასე ძალიან? და შესაძლებელია თუ არა რომ მისი წარმოშობა უფრო ღრმაა ვიდრე ბევრს გონია. ამას გავიგებთ ახლა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ეხა დავიწყოთ. ბიბლიაში გოლიათი ჩვეულებრივ ჯარისკაცად არ არის წარმოდგენილი. ის შიში, ზეწოლის და თითქოს შეუძლებელი მტრის სიმბოლოა. პირველი სამუელის მიხედვით ის გათის ქალაქიდან იყო, რომელიც ფილისტიმელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ფილისტიმელები მაშინ დიდი ხნის მტრები იყვნენ ისრაელისთვის. ისინი ძლიერი ჯგუფი იყვნენ, ცნობილი მოწინავე იარაღითა და ძლიერი მებრძოლებით. მაგრამ გოლიათი გამორჩეული იყო თუნდაც საკუთარ არმიაში. ის აღწერილია როგორც ძალიან დიდი იმ დროის ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. არსებობს ბიბლიის ძველი თარგმანები, სადაც წერია რომ მისი სიმაღლე 9 ფუტზე მეტია. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება ნაკლები იყოს, დამოკიდებულია იმ უძველეს საზომ სისტემაზე, რომელიც გამოიყენებოდა. მაგრამ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სწორი, ერთი რამ ცვადია. ის ძალიან დიდი იყო ჩვეულებრივ ჯარისკაცთან შედარებით და მხოლოდ სიმაღლე არ იყო მიზეზი, რის გამოც მას ეშინოდათ. მას ეცვა მძიმე ბრინჯაოს ჯავშანი, რომელიც შორიდან თითქმის რკინის კედელს გავდა. მას დიდი შუბი ეჭირა, რომელიც ბიბლიის აღწერით ძალიან სქელი და მძიმე იყო. მასთან ერთად მიდიოდა საკუთარი ფარის მზითი, რომელიც წინ უძღოდა მას სიარულისას. ის ბრძოლის ველზე თითქოს მოსიარულე ციხესიმაგრე იყო. მაგრამ გოლიათის ნამდვილი იარაღი მხოლოდ ძალა არ იყო, არამედ ფსიქოლოგიური ომი. 40 დღის განმავლობაში ის ყოველდღე გამოდიოდა ელას ველზე, რომ ისრაელი გამოეცვია, დილით და საღამოს. ერთი და იგივე გამოწვევა, ერთი ბრძოლა, ერთი ადამიანი ერთის წინააღმდეგ. არც ერთი მთელი არმია, არანაირი მხარდაჭერა. ვინც დამარცხდება, მისი მთელი ხალხი დამარცხება და ყოველ დღე რაც გადის, ისრაელის ბანაკში შიში უფრო და უფრო იზრდება. წარმოიდგინე ეს. მათ წინ უბრალო საფრთხე არ იდგა, ყოველდღე ხედავენ გიგანტ მებრძოლს, რომელიც თითქოს შეუძლებელია დაამარცხო. დროის გასვლასთან ერთად ჯარისკაცების მორალი ნელ-ნელა იშლება. თვითონ მეფე საულიც კი, რომელსაც ბრძოლაში წინ გაძღოლა უნდა სჩვეოდეს, ვერ ახერხებს მოქმედებას. ბიბლიის ისტორიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია გავიგოთ იმ დროის უძველესი ომების კულტურა. ბევრ უძველეს ბრძოლაში ნორმალური იყო ეგრეთ წოდებული ჩემპიონთა ბრძოლა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მხარე ირჩევდა ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლს საბრძოლველად. გამარჯვებული ხდებოდა მთელი არმიის გამარჯვების სიმბოლო. ამიტომ, როცა გოლიათი ისრაელს გამოიწვევდა, ეს უბრალოდ შეურაცხყოფა არ იყო, ეს იყო საჯარო დამცირება. და სანამ არავინ პასუხობდა მის გამოწვევას, ეს კიდევ უფრო აჩვენებდა, რომ ის აკონტროლებდა სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ომი ჯერ არ დაწყებულა, კიდევ ერთი დეტალია, რომელსაც ხშირად ვერ ამჩნევენ. ელახის ველი იმ დროს სტრატეგიული ადგილი იყო ისრაელისა და ფილისტიმელების ტერიტორიებს შორის. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ დაძაბულობა სწორედ იქ მოხდა. თუ ისრაელი დამარცხდებოდა, ფილისტიმელებისთვის უფრო ადვილი გახდებოდა გზის გახსნა თავდასხმისთვის და მათ შეძლებდნენ ისრაელის მიწის ნაწილის დაპყრობას. ამიტომ იმ დროის ჯარისკაცებისთვის არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე იყო საფრთხეში, არამედ მათი ქვეყნის მომავალიც. და სწორედ აქ გოლიათი კიდევ უფრო იდუმალი ხდება. ძველი აღთქმის რამდენიმე ნაწილში ჩანს მინიშნება, რომ ის მარტო არ იყო. სამუელისა და ქრონიკების სხვა მუხლებში მოხსენიებულია სხვა გიგანტი მებრძოლებიც, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან გათთან. გოლიათს, როგორც ამბობენ, ყავდა ძმები, რომლებიც მასავით დიდი და ძლიერი იყვნენ. ამიტომაც ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი მიიჩნევს, რომ ის შეიძლება ეკუთვნოდეს გიგანტების დარჩენილ მოდგმას, რომელიც მოხსენიებულია წმინდა წერილების უფრო ძველ ნაწილებში. მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ბევრი დებატია. ყველა მეცნიერი ერთნაირად არ განმარტავს ამას. ზოგიერთ ფიქრობს, რომ ისინი პირდაპირ მნიშვნელობით გიგანტები იყვნენ, მაშინ როცა სხვები ამბობენ, რომ ეს აღწერა შეიძლება გადაჭარბებულია და სიმბოლურად გამოხატავს მათი არმიის დიდ ძალასა და საშიშროებას. თუმცა ბიბლიის ნარატივში ნათლად ჩანს, რომ გოლიათს განსაკუთრებული რეპუტაცია ჰქონდა. ის უბრალოდ შემთხვევითი ჯარისკაცი არ იყო. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო მთელი არმიის შეჩერება უშუალო ბრძოლის გარეშე. და სწორედ აქ შემოდის ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. იმ დროს, როცა ისრაელის გაწვრთნილი ჯარისკაცები კანკალებდნენ, ბრძოლის ველზე ახალგაზრდა მწყემსი გამოჩნდა. ის საბრძოლველად არ მისულა. მან უბრალოდ საჭმელი მიუტანა თავის ძმებს, მაგრამ მის მისვლასთან ერთად მან დაინახა ის, რასაც ყველა დიდი ხანია მალავდა. შიში.
სხვა ადამიანები გოლიათის სიდიდეს უყურებდნენ, მაგრამ დავითმა სხვა რამ დაინახა. მან არ დაინახა დაუძლეველი მტერი. მან უბრალოდ ადამიანი დაინახა. და ეს იყო ისტორიის დიდი გარდამტეხი მომენტი. რადგან ზოგჯერ ყველაზე დიდი ბრძოლა მახვილით ან ჯავშნით არ იწყება. ის იწყება ადამიანის გონებაში. იმ მომენტში, როცა მთელი ისრაელი ირწმუნა, რომ გამარჯვება შეუძლებელი იყო, სწორედ მაშინ დამარცხდნენ ისინი, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. გოლიათი მხოლოდ ფილისტიმელთა გიგანტი არ იყო. ის იყო შიშის განსახიერება, რომელიც ნელ-ნელა ჭამდა მთელი ერის თავდაჯერებულობას. მიუხედავად ამისა, როდესაც ელახის ველზე დაძაბულობა იზრდებოდა, ისრაელისთვის სიტუაცია კიდევ უფრო შეუძლებელი ჩანდა. არა იმიტომ, რომ მტერი უფრო მრავალრიცხოვანი იყო. არც იმიტომ, რომ იარაღი აკლდათ, არამედ ერთი ადამიანის გამო. გოლიათი იქცა დამარცხების ცოცხალ სიმბოლო, სანამ ნამდვილი ბრძოლა დაიწყებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ის ფილისტიმელთა რიგებიდან გამოდიოდა, თითქოს ისრაელის ჯარისკაცებს მაშინვე ეკარგებოდათ სიმამაცე. ის იყო პრობლემა, რომელსაც ჩვეულებრივი გზით ვერ გადაჭრიდნენ და 40 წრის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. იგივე გამოწვევა, იგივე სიჩუმე, იგივე შიში და აი გამოჩნდა დავითიც. სინამდვილეში ერთი შეხედვით მას მებრძოლის არც ერთი თვისება არ ჰქონდა. ახალდაზრდა იყო. არ ჰქონდა ჯავშანი, არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება, რომელთაც იამაყებდა, მაგრამ როცა ბრძოლის ველზე მივიდა, გოლიათის ხვირილი გაიგონა. იგივე შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ისმენენ. და სწორედ იქ რაღაც უჩვეულო მოხდა. სხვა ადამიანები შიშს უკვე შეეჩვივნენ, ხოლო დავითს თითქოს გაუკვირდა, რატომ არავინ პასუხობს. მისთვის ნორმალური არ იყო, რომ ისრაელის ხალხს განმეორებით იწვევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ისე რომ არავინ ებრძოდა უკან. ბიბლიის მკვლევართა თქმით, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ დავითის ხედვა განსხვავდებოდა მის გარშემო მყოფი ჯარისკაცებისგან. უმეტესობა გოლიათის ზომას უყურებდა, მაგრამ დავითს უფრო დიდ რამეზე ჰქონდა მზერა მიმართული. ღმერთისადმი რწმენაზე. ამიტომ, როცა გაწვრთნილი ჯარისკაცები განკალებდნენ, ერთი ახალდაზრდა მწყემსი ნებაყოფლობით მიუახლოვდა, რომ შეხვედროდა ფილისტიმელთა ყველაზე საშიშ მებრძოლს. როცა ამბავი მიაღწია მეფე საულს, მან მაშინვე დაიბარა დავით, მაგრამ აშკარად ეჭვიეპარებოდა მას. როგორ შეიძლება დაუშვა, რომ ერთი ბავშვი, რომელსაც ჯავშანი არ აცვია, ებრძოლოს გიგანტს, რომელიც ბავშვობიდანვე ომშია გაწვრთნილი. ამის მიუხედავად, გოლიათთან შესახვედრად სხვა აღარავინ იყო მზად. ამიტომ ბოლოს საული დათანხმდა. მან დავითს თავისი ჯავშანი და ჩაფხუტი მისცა. ალბათ ფიქრობდა, რომ ასე მაინც ოდნავ გაიზრდებოდა მისი გადარჩენის შანსი. მაგრამ როცა დავითმა ჩაიცვა ეს ჯავშანი, მაშინვე იგრძნო, რომ ეს მისთვის არ იყო. ძიმე იყო. ვერ მოძრაობდა თავისუფლად. აქ კი ბრძოლა სულად განსხვავებული გახდა. როცა ყველა מחვილზე, ჯავშანსა და ძალაზე იყო დამოკიდებული, დავითმა სხვა გზა ერჩია. მან ჯავშანი გაიხადა. მან აიღო თავისი ჯოხი, შურდული და 5 გლუვი, ქვა ნაკადულიდან. სხვებისთვის ეს თვითმკვლელობას ჰგავდა. ერთხარეს იყო გოლიათი მებრძოლი, რომელიც ბრინჯაოს ჯავშნით იყო დაფარული და უზარმაზარი შუბი ეჭირა. მეორე მხარეს კი ახალგაზრდა მწყემსი, თითქმის ყოველგვარი დაცვის გარეშე. მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, დავითის შურდული უბრალო სათამაშო არ იყო. უძველეს დროში გამოცდილი შურდულოსნები ქუას ისეთი სისწრაფით ისროდნენ, რომ მისი ძალა თითქმის თანამედროვე პისტოლეტის ტოლფასი იყო. ქუის ადამიანის თავს მოხდებოდა, შეიძლებოდა მაშინვე მოეკლა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს დავითი სუსტი იყო, მას ხელში ბევრად უფრო საშიში იარაღი ეჭირა, ვიდრე ბევრს ეგონა. როცა გოლიათმა ის დაინახა, მაშინვე გაეცინა. გიგანტისთვის ისრაელის გაგზავნილი შეურაცხყოფა იყო. გამოცდილი მებრძოლის ნაცვლად, მის წინ ახალდაზრდა მწყემსი დადგა. პირველი სამუელის მიხედვით, გოლიათმა ის კიდევაც შეაგინა და მისი გარეგლობა დასცინა. გიგანტის თვალში ბრძოლა ჯერ კიდევ დაწყებამდე დასრულებული იყო. მაგრამ დავითს სხვანაირად ესმოდა, რაც ხდებოდა. მისთვის ეს მხოლოდ ორი ადამიანის ბრძოლა არ იყო. ეს იყო ნდობის, ბრძმენისა და სიმამაცის ბრძოლა. ამიტომ სანამ ბრძოლა დაიწყებოდა, მან მკაფიოდ თქვა, რომ ის არ იბრძვის მხოლოდ מחვილით ან შუბით, არამედ ისრაელის უფლის სახელით. და ამის შემდეგ დავითმა სწრაფად იმოქმედა, როცა გოლიათი უახლოვდებოდა, დავითმა აიღო ქვა, ჩადო ის შურდულში და სწრაფად დაადრიალა. მხოლოდ ერთი წამი გავიდა, სანამ ის გაუშვებდა ქვას და სწორედ მაშინ ყველაფერი შეიცვალა. ქვა პირდაპირ გოლიათის შუბს მოხვდა, რომელიც მისი სხეულის ერთ-ერთი მცირე ნაწილია, რომელსაც ჯავშანი არ ფარავდა. გოლიათი უცებ შეჩერდა და ორი არმიის წინაშე მიწაზე დაეცა. და მასთან ერთად თითქოს ის შიშიაც დაიმსხვრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ისრაელს აკრავდა. 40 დღის განმავლობაში ერთი ადამიანი მთელი არმიის გონებას აკონტროლებდა. მაგრამ სულ რამდენიმე წამში მოწინააღმდეგის დაუმარცხებლობის იმიჯი გაქრა. გოლიათის დაცემის შემდეგ დავითმა მაშინვე არ იზეიმა. არც გრძელი ზეიმი ყოფილა.
არც გამარჯვების ხვირილი მისგან. ამის ნაცვლად მან სწრაფად მიუახლოვდა გოლიათს და აიღო მისი მახვილი, რათა საბოლოოდ დაესრულებინა ბრძოლა. და სწორედ იმ მომენტში მთელი ბრძოლის ველი შეიცვალა. არა იმიტომ, რომ ისრაელს ახალი სტრატეგია ჰქონდა, არა იმიტომ, რომ დამატებითი ჯარები მოვიდნენ. არამედ იმიტომ, რომ ორივე არმიის გონებაში რაღაც გატყდა. ფილისტიმელთა მხარეს მათთვის ყველაფერი ნათელი იყო. მებრძოლი, რომელიც დაუმარცხებლად მიაჩნდათ, ეხლა მიწაზე ეგდო. ადამიანი, რომელიც მათი ძალის სიმბოლო იყო, აღარ არსებობს. და როცა სიმბოლო ეცემა, ხშირად მთელი სისტემა მისდევს მას. ხალხი უცებ შეიცვალა. შიში მიმართულებას შეიცვალა. ცოტა ხნის წინ ისრაელი იყო შეშინებული, ეხლა კი ფილისტიმელები არიან არეულობაში. პირველი სამუელის მიხედვით ისინი თავიანთ ქალაქებში გაქცევას დაიწყეს, როცა ისრაელის ჯარი მათ მისდევდა. იგივე ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შიშისგან ვერ მოძრაობდნენ, ეხლა მოულოდნელად გამბედაობა მოიპოვეს. და კიდევ უფრო ხმავდება გოლიათის ისტორია. რადგან ბევრი ბიბლიის მკვლევარისთვის ელას სველზე მომხდარი მხოლოდ ერთი მებრძოლის დამარცხება არ იყო. ეს შეიძლება ასევე იყოს სიმბოლო უფრო ძველი შიშის დაცემისა, რომელიც დიდი ხანია ამ რეგიონის ხალხს მოსდევს. ბიბლიაში გოლიათი არაერთხელ უკავშირდება გათის ქალაქს. და ძველი აღთქმის რამდენიმე ნაწილში ნათქვამია, რომ გათი ცნობილია როგორც ადგილი, სადაც უძველეს დროში რამდენიმე გიგანტი მებრძოლი ცხოვრობდა. აქ ჩნდება ამბის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ნაწილი. რეფაიმები. წმინდა წერილის სხვადასხვა ნაწილში ეს ჯგუფი მოხსენიებულია როგორც ადამიანები, რომლებსაც უჩვეულო სიმაღლე და ძალა ჰქონდათ. არსებობს რამდენიმე თარგმანი, სადაც გამოყენებულია სიტყვა გიგანტები, მაშინ როცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მიუთითებდეს უძველეს ტომზე, რომელიც მაღალი და სასტიკი მებრძოლებით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ბევრი დებატია. დღემდე ისტორიკოსებსა და თეოლოგებს ერთიანი ინტერპრეტაცია არ აქვთ. ზოგიერთი პირდაპირ აღიქვამს გიგანტებს, მაშინ როცა სხვები მიიჩნევენ, რომ ეს უძველესი ტექსტების სიმბოლური ენის ნაწილია. თუმცა ინტერპრეტაცია განსხვავებულია. ცხადია, რომ გათთან დაკავშირებულ ადამიანებს განსაკუთრებული რეპუტაცია ჰქონდათ. ამიტომაც ქვედა ნაწილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის მარტო არ ყოფილა. მეორე სამუელში და პირველ ქრონიკებში კიდევ სხვა გიგანტ მეომრებზეც არის საუბარი, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან იმავე ადგილთან. ერთ-ერთი მათგანი ლახმია, რომელიც ზოგიერთი თარგმანის მიხედვით არის კიდე ერთი მებრძოლი, სახელად იშბიბენობი. სხვა ბრძოლაში ამდენიმე წლის შემდეგ და კიდევ ერთი უცნაური დეტალი, რომელიც ხშირად აოცებს ბელ ბიბლიის მკითხველს. ამ მებრძოლთაგან ერთ-ერთი აღწერილია როგორც ადამიანი, რომელსაც თითოეულ ხელზე 6 თითი და თითოეულ ფეხზე 6 თითი ჰქონდა. თანამედროვე ეპოქაში არსებობს სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც პოლიდაქტილია ეწოდება, როდესაც ადამიანს დამატებითი თითები ან ფეხის თითები აქვს. ამიტომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს შესაძლებელია იყოს ნამდვილი ფიზიკური მდგომარეობა და არა უბრალოდ ლეგენდა. მაგრამ წმინდა წერილების ნარატივში ეს დეტალები თითქოს გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ეს მებრძოლები განსხვავებულები იყვნენ იმ დროის ჩვეულებრივი ადამიანებისგან. და როდესაც ყველა ეს დეტალი ერთად იკრიბება, დავითისა და გოლიათის ბრძოლის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ეს აღარ არის უბრალოდ პატარა ადამიანის ბრძოლის ისტორია დიდთან. ბიბლიის მრავალი მკვლევარისთვის ეს არის გარდამტეხი მომენტი. როდესაც გიგანტი მებრძოლების გავლენა, რომლებიც დიდი ხანია შიშს იწვევდნენ, ნელ-ნელა ქრება. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც დღესაც კი ხალხს კვლავ აინტერესებს გოლიათის ისტორია, მიუხედავად ყველაფრისა. რაც უფრო მეტად იკვლევენ ადამიანები გოლიათის ისტორიას, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ბიბლიაში უბრალოდ იზოლირებული პერსონაჟი არ არის. ის თითქოს უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, რომელიც ეხება ისრაელსა და გიგანტ მებრძოლებს შორის ბრძოლებს, რომლებიც განმეორებით ჩნდებიან ძველ აღთქმაში. და აქ კითხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სინამდვილეში ის უნიკალური არ არის. რა მოხდება თუ ის უბრალოდ ერთ-ერთი ბოლო დარჩენილი წევრია უფრო ძველი მებრძოლთა მოდგმისა, რომელსაც დიდი ხანია სხვადასხვა ხალხი ეშინოდა. წმინდა წერილების სხვადასხვა ნაწილში ხშირად იხსენიებიან რეფაიმები. ზოგჯერ მათ გიგანტებსაც უწოდებენ ზოგიერთი თარგმანში, თუმცა მრავალი ისტორიკოსისა და თეოლოგის თქმით, ჯერ კიდევ სულად ნათელი არ არის. ისინი მართლაც გიგანტები იყვნენ თუ უბრალოდ უძველესი, მაღალი და სასტიკი მებრძოლთა კლასი. თუმცა ერთი რამ მუდმივად ჩნდება ამ ტექსტებში. ისინი განსაკუთრებულები იყვნენ. ისინი ხშირად უკავშირდებიან სასტიკ ომებს, რთულ ტერიტორიებს და მებრძოლებს, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებიან. და რადგან გოლიათი დაკავშირებულია გათის ქალაქთან, ბევრი ბიბლიის მკვლევარი თვლის, რომ ის ამ გიგანტი მებრძოლების დარჩენილ ჯგუფს ეკუთვნოდა.
ამიტომ ზოგიერთი წმინდა წერილების კვლევარისთვის დავითისა და გოლიათის ბრძოლა უბრალოდ აუთსაიდერის გამარჯვების ისტორია არ არის. ასევე შესაძლებელია, რომ ეს სიმბოლოა გიგანტი მებრძოლი კლანების მიერ რეგიონში გამოწვეული ხანგრძლივი შიშის ეპოქის დასასრულისა. და კიდე ერთი დეტალია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თავად გოლიათის სახელი. დღემდე არ არსებობს ერთი კონკრეტული ინტერპრეტაცია მისი ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. არსებობს რამდენიმე უძველესი ინტერპრეტაცია, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სიტყვებთან, რომლებიც ჯადოქრობას, მოჯადოებას ან სულიერ პრაქტიკებს ეხება. მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ასე არ არის. universally accepted interpretation. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ეს მართლაც მისი სახელის მნიშვნელობაა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მნიშვნელობა არ არის ცნობილი, ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ გოლიათს ღრმა კავშირი ჰქონდა ფილისტიმელთა რწმენასთან. როცა მან დავითს დაუპირისპირდა, უბრალოდ როგორც მებრძოლი კი არ დაიკვეხნა. პირველი სამუელის მიხედვით მან დავითს თავისი ღმერთების სახელით ცხევლა დაადო. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს უბრალოდ ბრძოლა არ იყო, ეს იყო სულიერი დაპირისპირება სხვადასხვა რწმენასა და კულტურას შორის. და აქ მთელი სცენა კიდევ უფრო სიმბოლური ხდება. ერთ მხარეს გოლიათი, რომელიც შემოსილია ბრინჯაოს ჯავშნით, აქვს დიდი მახვილი და მას მხარს უჭერს ფილისტიმელთა სამხედრო ძალა. მეორე მხარეს კი დავითია, რომელსაც არ აქვს ჯავშანი, არც სახელი, მაგრამ აქვს ძლიერი რწმენა. გოლიათის მახვილიც კი ლეგენდის ნაწილად იქცა. ზოგიერთ ებრაულ ტრადიციას და რაბინულ კომენტარებში ეს ხშირად აღიწერება როგორც გიგანტის ძალისა და დომინირების სიმბოლო. ამიტომ როცა დავითმა თავად გოლიათის მახვილი გამოიყენა ბრძოლის დასასრულებლად, ზოგისთვის ეს ასევე იყო სიმბოლო დიდი ხნის განმავლობაში შიშის მომგვრელი ძალაუფლების დამხობის. მაგრამ ალბათ ამ საუბლის ყველაზე მისტიკური ნაწილი გიგანტების კავშირია დაბადების ციგნის უფრო ძველ ნაწილთან. აქ ჩნდება ბიბლიური კვლევების ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემა. ნეფილიმები. დაბადების ციგნის მე-6 თავში არის მოკლე, მაგრამ ძალიან მისტიკური მონაკვეთი არსებებზე, რომლებსაც ნეფილიმები ეწოდებათ, დიდი წარღვნის წინ. საუკუნეების განმავლობაში ამაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაჩნდა. არსებობს რამდენიმე უძველესი ებრაული ტრადიცია, რომელიც ამბობს, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან ღვთის ძეებთან და ადამიან ქალებთან. ზოგიერთი მეცნიერი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ენაა, რათა აღწერონ კორუმპირებული მმართველები ან ძალადობრივი მებრძოლი ჯგუფები უძველეს დროში. და მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორად გავიგოთ. ამ მოლაკვეთის ზუსტ ინტერპრეტაციაზე საკოლთაო შეთანხმება არ არსებობს. დღემდე ამაზე გვავაც დაობენ თეოლოგები, ისტორიკოსები და ბიბლიის ექსპერტები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად სიმართლეა. ბიბლია არაერთხელ ახსენებს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული სიმაღლე და ძალა ჰქონდათ, როგორც წარღვნის წინ, ასევე მის შემდეგ. და ზოგიერთი მეცნიერისთვის რეფაიმები შეიძლება იმ ძველი ამბების უკანასკნელი კვალი იყოს. თუ ეს სიმართლეა, თუნდაც ნაწილობრივ, Mas lumalali mang misteryo ni Goliath. რადგან შესაძლებელია, რომ ის უბრალოდ ფილისტიმელი მებრძოლი არ იყო, არამედ ასევე შეიძლება ყოფილიყო უფრო ძველი მოგონების სიმბოლო, რომელიც დიდი ხანია ტრიალებს ძველი ახლო აღმოსავლეთის ამბებში. და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო დეტალი მასთან დაკავშირებით. მისი ნამდვილი სიმაღლე. ტრადიციულ მასორეტულ ტექსტში ძველი აღთქმისა გოლიათი აღწერილია როგორც 6 წრთა და 1 მტკაველი სიმაღლის, რაც თანამედროვე საზომით 9 ფუტზე მეტია. მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსისა და მკვლევარის თქმით, რომლებმაც შეისწავლეს მკვდარი ზღვის გრაგნილები, არსებობს უფრო ძველი ხელნაწერი, სადაც წერია, რომ მისი სიმაღლე მხოლოდ 4 წრთა და 1 მტკაველია, რაც დაახლოებით 6.5 ფუტს შეესაბამება. და ეს დღემდე დიდი დებატების საგანია ბიბლიურ კვლევებში. თუ მასორეტული ტექსტი სწორია, გოლიათი პირდაპირ მნიშვნელობით თითქმის გიგანტი იყო იმ დროის ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. მაგრამ თუ მკვდარი ზღვის გრაგნილების ვერსია უფრო ზუსტია, მაინც შესაძლებელია, რომ ის თავის ეპოქისთვის ძალიან მაღალი ყოფილიყო. მაგრამ ის არ იყო ისეთი დიდი, როგორც ხშირად ხედავთ ფილმებსა და ნახატებში. ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც დღემდე არ წვდება დისკუსია მას. აქ კიდევ უფრო რთულდება საუბარი გოლიათზე, რადგან თუნდაც ისეთი მარტივი დეტალი, როგორიცაა მისი სიმაღლე, სინამდვილეში ასეთი მარტივი არ არის. მარტივი არ არის. უძველეს სამყაროში არ არსებობდა ერთიანი სტანდარტული საზომის სისტემა, როგორც დღეს. 1 კუბიტის სიგრძე შეიძლება განსხვავებულიყო კულტურის, ეპოქისა და ადგილის მიხედვით. ჩვეულებრივ ებრაული კუბიტი დაახლოებით 52-დან 54 სანტიმეტრამდე. ამიტომ, როდესაც მასორეტული ტექსტის ტრადიციული საზომი გამოიყენება, შესაძლებელია გოლიათი 3 მეტრზე მაღალი ყოფილიყო. ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველზე თითქმის უჩხულს გავდა. ეხლა წარმოიდგინე ეს რეალურ სიტუაციაში.
უზარმაზარი მებრძოლი, რომელსაც აცვია ძალიან მძიმე ბრინჯაოს ჯავშანი, ხელში უჭირავს უზარმაზარი შუბი და შორიდანაც კი კარგად ჩანს. მას აღარ ჭირდება მაშინვე შეტევა. უბრალოდ აშინებს. ზოგჯერ მისი ყოფნაც კი საკმარისია, რომ მტერს გამბედაობა დაეკარგოს. და ალბათ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც არავინ ებრძოდა მას 40 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დავითის ქვა გოლიათს შუბლში მოხვდებოდა, გოლიათი უკვე დიდი ხანია სხვა გზით იმარჯვებდა, ხალხის გონებაში, შიში. წმენით, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო, რამდენად მძიმე იყო მისი ჯავშანი, ან როგორი ძლიერი იყო მისი რეპუტაცია, ის მაინც დაეცა. და სწორედ აქ შემოდის მთელი ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რადგან საუკუნეების განმავლობაში დავითისა და გოლიათის ბრძოლა აღარ განიხილებოდა როგორც უბრალო ისტორიული მოვლენა. ნელ-ნელა ეს უფრო ღრმა რამის სიმბოლოდ იქცა. პატარა დიდის წინააღმდეგ, ჩვეულებრივი ერთი შეხედვით შეუძლებელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. წმენა შიშის წინააღმდეგ. მაგრამ მანამდე კიდევ ერთი დიდი დებატია, რომელსაც დღემდე განიხილავენ ბიბლიის ექსპერტები, მართლა რა სიმაღლის იყო გოლიათი. მასორეტულ ტექსტში, რომელიც მრავალი თანამედროვე ბიბლიის თარგმანის, მაგალითად მეეფე ჯეიმსის ვერსიის საფუძველია, წერია, რომ გოლიათი იყო 6 კუბიტისა და 1 სპანის სიმაღლის. თუ ამას ძველი ებრაული საზომებით გადავიყვანთ, ეს თითქმის 3.5 მეტრს აღწევს. ეს ძალიან დიდი იყო. თითქმის დაუჯერებელია. მაგრამ კუტარი ზღვის გრაგნილების მიხედვით, რომელიც ბიბლიური ხელნაწერების ერთ-ერთი უძველესი კრებულია და მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს, სხვა ზომაა მითითებული. მხოლოდ 4 კუბიტი და 1 სპანი. თუ ამას გადავიყვანთ, დაახლოებით 2.4 მეტრი ან 7 ფუტზე მეტია სიმაღლეში. და აქ კიდევ უფრო გაიყო მეცნიერების მოსაზრებები. ზოგიერთი თვლის, რომ მასორეტული ტექსტი უფრო ზუსტია, რადგან ის უფრო შეესაბამება ამბის დრამატულ აღწერას. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ შესაძლოა მკვდარი ზღვის გრაგნილების ვერსია უფრო ახლოს იყოს ორიგინალ ხელნაწერთან, რადგან ის უფრო ძველია, ვიდრე სხვა შემორჩენილი ასლები. სიმართლე ისაა, რომ დღემდე აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სწორი, ერთი რამ ცხადია. გოლიათი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო იმ დროის ხალხის თვალში და მხოლოდ მისი სიმაღლე არ იყო აღლე არ იყო საშიში. ბიბლიის მიხედვით მისი ბრინჯაოს ჯავშანი დაახლოებით 5,000 შეკელს იწონიდა. თუ თანამედროვე წონით სისტემაში გადავიყვანთ, ეს დაახლოებით 60 კილოგრამს ან მეტს შეადგენს. და ეს მხოლოდ ჯავშანია. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია სწრაფად იმოძრაო, როცა ასეთი სიმძიმე გაცვია. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ გოლიათი უბრალოდ მაღალი არ იყო. ის ომში გამოცდილია. მძიმე იარაღებთან შეჩეულია. ახლო ბრძოლაში გამოცდილია. და როცა ამას დაამატებს სხვა გიგანტ მებრძოლებს, რომლებიც მოხსენიებულია მეორე სამუელში და ქრონიკებში, საიდუმლო კიდევ უფრო ღმავდება. შესაძლოა ის არც კი იყო ყველაზე ძლიერი მათ შორის. უბრალოდ ყველაზე ცნობილი იყო. ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც არ დასრულებულა ადამიანების ინტერესი მისი ისტორიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით წელი გავიდა. საბოლოოდ ეს ამბავი მხოლოდ გოლიათის ზუსტ სიმაღლეზე არ არის, არც მისი ჯავშნის ზონაზე, ან მისი מחვილის სიდიდეზეა საუბარი. ნამდვილად რაც ისტორიაში დარჩა, არის მისი დაცემის მნიშვნელობა. ორივე არმიის წინ ერთი ახალგაზრდა მწყემსი იდგა, რომელმაც გადაწყვიტა შიშს არ დამორჩილებოდა, რომელიც დიდი ხანია ყველას მართავდა. და მას შემდეგ გოლიათი გახდა სიმბოლო ყველაფრის, რაც ადამიანს შეუძლებლად ეჩვენება დასაძლევად. ზოგჯერ პრობლემა, ზოგჯერ შიში, ზოგჯერ ჩაგვრა, ზოგჯერ კი ისეთი მდგომარეობა, სადაც თითქოს აღარ არის იმედი. ხოლო დავითი გახდა რწმენის, სიმამაცისა და ღმერთისადმი ნდობის სიმბოლო. მაშინაც კი როცა ბრძოლის შედეგი გაურკვეველია. ალბათ ამიტომაც დღემდე არ ქრება მათი ამბავი, რადგან დროები შეიძლება იცვლება, მაგრამ თითოეულ ადამიანს მაინც თავისი გოლიათი ჰყავს. არსებობს ბრძოლები, რომლებიც ძალიან დიდად ჩანს, პრობლემები, რომლებიც თითქოს შეუძლებელია დაამარცხო, სიტუაციები, რომლებიც გაძლევს შეგრძნებას, რომ პატარა და სუსტი ხარ, და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც დღემდე განაგრძობენ გოლიათის საიდუმლოს შესწავლას, შესასწავლას. ეს მხოლოდ მისი ზომის ან წარმოშობის გამო არ არის, არამედ იმიტომ, რომ მისი ამბავი სარკეს გავს იმ ბრძოლებისა, რომელსაც ადამიანებიც დღესაც აწყდებიან.